დღეს თუ ორივე მოვიგე, პირობას გაძლევთ რომ ამ ტურნირს წამოვიღებ რა. ხეგამაძრო. მადლობთ. ხალხო. მოვიდეს მეთქი და მოვიდე. პასტა მოვიპარე. აქ თუ ზეთუნახავი არ ცხოვრობს, ძალიან გატეხა. კაია რომ ჩემს საუბარს ადგილობრივები ვერ იგებენ. ხარი რა მაგრად არ ქარი ვისაც ქარი უყვარს ყველას ამო ჩავსხდეთ. თორე ჩანთის ფეხებში დადება მოგვიწევს. ზურიკო. რასვები მანდ, რასვები. რა ფერგეძინა? გადასარევად მეძინა. ყველაზე მეტად ცხოვრებაში მეზიზღება ადრე დაძინება, დილით ადრე ადგომა და საუზმე. მაგრამ სპორტი მოითხოვს ფორმაში ჩადგომას. მაგიტოა სპორტი, ჭადრაკი და არა ნარდი, რომ ჩვეულებრივად ფიზმომზადება ჭირდება. როგორ გეძინა? კარგად. იდეალურად შეიძლება ითქვას. რაკენ შენ დილით დაგინახე რომ ძალიან ადრე ადექი და რაღაცა კომპიუტერს ჩაუჯექი და ამე პარტიებს ხვალ განიხილავდი. რაღაცები გავარჩიე და ო. მემზადებით მოკლედ. დადგა გადამწყვეტი დღე ფაქტობრივად მეგობრებო. 3-დან 3 თურქ მოწინააღმდეგეს ხვდები პირველ დაფაზე. დღეს თუ ორივე მოვიგე, პირობას გაძლევთ რომ ამ ტურნირს წამოვიღებ რა. დღევანდელი დღე გადაწყვეტს ყველაფერს ჩემთვის. ზურა შემთხვევაში ბოლო ტურამდე ყომარი იქნება და აქ არის შანსი რომ დღესვე გადაწყდეს ყველაფერი. 15 წლის არის მოწინააღმდეგე, ვინც ჭადრაკში ვერ ერკვევით, შეიძლება იფიქროთ რომ ბავშვი უნდა მოვუგოს სინამდვილეში, პრაიმია ჭადრაკის 15 წელი. ზურა ამბობს ხოლმე რომ 15 წლის ასაკში თუ დიდო სტატია რა ხარ წადებიძე სახში წიგნი წაიკითხე რაღაცებს. მაგრამ ახლა 35 წლის კაცმა რო ეკთქვა, ძალიან უხერხული იქნება. ზურა ცოტა მკაცრი არის ახალგაზრდების მიმართ. მეც 15 წლის ბავშვს ვეთამაშები, უნგრელ 15 წლის ბავშვს რეიტინგით 2100 დაახლოებით. ვიცე-ჩემპიონი გახდა უნგრეთის თავის ასაკში, მეორეზე გავიდა. და რავი, ცოტა რთული თამაში უნდა იყოს ალბათ სხვებთან შედარებით, იმიტომ რომ ბავშვებთან ამ რეიტინგის ბავშვებთან თამაში რთულია. განწყობა როგორი გაქვს? 0 რეიტინგიანი კაცი ცხოვრებაში პირველად რო თამაშობ და ეგრევე ტურნირის წამოღების შანსი რო გაქვს. აი, ძალიან ისა ვარ, აცანცარებული ვარ და ვეცდები რომ იქ კაცი ვით მოვიქცე. ჩემო პაატა, გაბორ კირალის ქვეყანაში, მატიაშ კირალის ქუჩა, არ ვიცი რა. შეიძლება ვიღაცა ძალიან დიდი ადამიანია, მაგრამ ჩემთვის კირალი არის ეს რეიტოზებიანი მეკარე რო იყო რა, მაგრამ ჩვენთანაც იყო 3-1 რომ მოუგეთ უნგრეთს, ეგ იდგა კარში. მოვიგე და მე მგონი ძალიან ლამაზად ვითამაშე. არ ვიცი, ჩემი აზრით ძალიან ლამაზად ვითამაშე. აი, ფეხბურთი ვითამაშე. ფლანგიდან ფლანგზე რო გადაიტან ბურთს და მეორე ფლანგიდან რა უტან. დავიწყე აქედან, ერთი ფლანგ ბეფის მხარეს დავიწყე შეტევა. დაიწყო დაცვა, უცებ იქეთა ფლანგზე განმოვითარე შეტევა, იქეთაც გადმოერთო, მე ისევ აქეთ გადმოვედი. არ ვიცი, შეიძლება ხა კომპიუტერში რო შევიყვან პარტიას შეიძლება იმან მითხრას რომ გადი გადაშენდი აქედანო, იმიტომ რომ კომპიუტერის მოსაწონი პარტია ჯერ ვერ ვითამაშე რა, რაც არ უნდა ვითამაშო, ყველაფერზე მეუბნება რომ არა, ასე ჯობდა. რომ მოეკლავა აზიერი ძალიან ლამაზი შამათი იქნებოდა და ძალიან დური დამწყდა რომ ეგ შამათი არ შედგა რა. დღეს ცოტა პუბლიკაზეც ვითამაშე. ზურა შავდღეშია, მაგრამ გამოძრება იმედია.
მადლობთ. პირველი 15 სვლა დამჩაგრა. სახე გამაძრო. მე ერთსვლიანი დასვა რაღაც და უკვე ძალიან შემოტრიალდა თამაში და ბოლოს უკვე ტაქტიკებზე იყო და ძალიან მალე მოვამთავრე რა. ხე ვარ, всё. პირველ დაფაზე გადადიხარ, ძმა, იცი? მივხვდი. პირველ დაფებზე ვიქნებით და ნახოთ აბა. იმედია გავიმარჯვებთ იქაც. მეხუთე ტური იწყება და ორივე ქართველი პირველ დაფაზე ვართ. A დივიზიონში ზურაა პირველ დაფაზე, B დივიზიონში მე. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ვასახელეთ. პასტა მოვიპარე. ამით მოვიგე პირველი ტური. ორგანიზატორმა მომცა და ჩავთვალე, რომ იღბლიანი იყო და აქ მივხვდი, რომ უკვე სპორტსმენის აზროვნება მეწყება. და ცრურწმენების და რაღაცა მარჯვენა ფეხით შევიდეთ და რაღაცა და ესე პასტა და რაღაც. ძალიან რთულ მეტოქეს ხვდები. 70 წლის კაცია, რომელიცაც დიდი ჭადრაკი აქვს ნათამაშები. რა თქმა უნდა, აღარ არის ის, რაც 30 წლის ასაკში და 20 წლის ასაკში იყო, მაგრამ იმხელა კლასი და გამოცდილება აქვს, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო. მისი პარტიები ვიპოვე ინტერნეტში იძებნება ჩვეულებრივად 90-იანებში ძალიან მაღალ რეიტინგიან ხალხთან აქვს ნათამაშები და მათ შორის მოგებული და ამიტომ დებიუტში ვეცდები, რომ შეცდომა არ დაუშვა. მოკლედ მეგობრებო, ესეთი სიტუაციაა. პირველმა დაფამ ჩემთან ყაი მიითამაშა და 4-დან 3 ნახევარი გვაქვს სამკაც. და აქედან გამომდინარე აი ამ ადამიანს ერთადერთი ადამიანია ტურნირში, B კატეგორიაც, A კატეგორიაც, ვისაც 4-დან 4 აქვს და ქულა არ დაუკარგავს. ნამდვილი სპორტსმენი. მე ვეთამაშები ამ ორ ტურნირში ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგეს 2330 აქვს სადღაც და 2200-იანიც არავინ არ არის სხვა FIDE Master-ი პარტიები რაც ვნახე ისეთ ხალხთან აქვს მოგებული რომ მომენტ მეც უნდა მომიგოს მაგრამ ნუ სხვანაირად უყურებ მე კიდე და ნახოთ რავი გვიჩვენებს პარტია ყველაფერს რა იმედია სხვანაირად დამთავრდება მაგაზე არის ძახტი თბილისის ვიდეოში მოვიდეს მე ხა სხვა კი არაფერს ვამბობ მოვიდეს სად არის აბა მოვიდნენ რომები ლადახლობელი ყოფილი მოვიგე. მოვიგე და დარჩენილ ორ ტურში ერთი ყაიმიც მე მგონი ჩემპიონობისთვის საკმარისი იქნება. ზუსტად იგივე მდგომარეობაში ვარ, რაც 10 წლის რო ვიყავი და ორი ტურით ადრე ნახევარი ქულა მჭირდებოდა რა ბავშვებში, ლაწირაკებში რაღაცა მომეგო და ძალიან ცუდი რაღაცები მოხდა, მარტო ჩემი ბრალიც არ იყო. და მაშინ დავიფიცე რომ აღარასოდეს ვითამაშებდი ჭადრაკს. და იქედან 25 წლის თავზე პირველად თამაშობ და ზუსტად იგივე სიტუაცია მაქვს და აქაც თეთრებით თამაშობ გადაწყვეტ მომენტში. ყველაფერი გამიცოცხლდა 25 წლის წინანდელი რა. დავიდან. ზურასთან არის მაგარი ჯახი, თანაბარი. ხო და ეხა ზურასთან უნდა შევარდე, იმიტომ რომ ძალიან ძლიერ მოჭადრაკეს ითამაშება 2300 რაღაციან FIDE Masters ეთამაშება და მან თუ ყაიმი წამოიღო შეგვიძლია ტურნირი დავასრულოთ აქ უკვე რა თაყვანი ვცეთ ზურას რა
პირველ რიგში პირობა შევასრულე. თბილისის ვიდეოში რა ვთქვი რომ მოვიდეს მეთქი. ჩაგისვამ მაგას მონტაჟი. კი. ჩემ თავს ჩაუსვამ. შენ არ გაგიმართლა. 2326-იანი ჩაჯდა ვიღაცა. დამელოდოს. მოვიდეს მეთქი და მოვიდა. წამოვიდა მეფე ის თულა წამოვიდა ალბათ 1800-იანთან ესაა და წამოვიდა თუ არა მეფე მე უკვე მოგებული მქონდა და ნუ ერთი 25 წლა დამჭირდა, იმიტომ რომ ლაზერების ენჩპილი იყო პაიკიზე მეტი და მაგან წაიღო ძალიან დიდი დრო, მაგრამ ნუ თავარი შედეგია და პირობად შევასრულე. ძალიან გაურთული აი ემებისკენ საქმე. ანუ კალსენს უნდა მოუგოს, რომ ის აანაზღაუროს. ჩემთან წაგება, ხო. წავედით აბა ეხლა სახლისკენ გავიწევით. ხალხო ეს რა ხდება? აბა შესაძლო რამდენი ქულიდან 10 შესაძლო ქულიდან 9 ნახევარი გვაქვს უჯარი მოდს და საქართველოს ჩემპიონე ოლე 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 2300-იანი მომავალი აიემი მოქმედი FM-ი არის დამარცხებული ხალხო არ ვიცი რა მოდი რა ხვალ ამ დროს უკვე ჩემპიონობა გაფორმებული ყოფილიყოს პატიკო და 2162-იანია ჩვენი მოწინააღმდეგე. მეორე ნომერია ტურნირის. პირველ ნომერს დღეს მომოგედა, მეორე ნომერს ხვდები ხო? 4 ქულა აქვს, 4 ნახევარი გაქვს შენ, 2 კაცს აქვს 4 ქულა. ასე რომ აქ გადაწყვეტილი ჯერ არაფერი არ არის. წაფორხილების უფლება არ გაქვს. არა, არც ბოლო ტურში არც ახლა. ხო და ამიტომ მოდი წარმატება უსურვოთ სურას. ძალიან ძიმე მატჩები ელოდება და დავაცინოთ. აბა შენიც. ბუდაპეშტის ნივა. ბუდაპეშტი რამდენი მაგარი რამეა სანახავი და ნივა. ერთი დაკვირვება უნდა გაგიზიაროთ. ყველა ევროპულ ქალაქში მაუცებს ერთი რამ. მილიონიანი ქალაქია თუ მილიონნახევრიანი თუ 2 მილიონიანი. ისეთი სიჩუმე სიწყნარე. აი იფიქრებ რომ აი პატარა სოფელია 500 კაცი ცხოვრობს რა და ეს 2 მილიონი კაცი სად არის? სად რა ვიცი აბა ხალხი ვიპოვოთ წამო იქ კითხე მაღაზიაში და ესეო წახვალთო ცოტა ზემოთ გაივლითო მარცხნივ ჩაუხევთ და იქ ადამიანებს ნახავთო წამო ხო გითხარი შეჩემ ადამიანი მოდის წამო ხალხის ხმა ისმის წამოდით ახე რამდენი ხალხია სულ ადამიანები აუ წამო რა ავიდეთ თუ არ გეზარებათ. აქ თუ ზეთუნახავი არ ცხოვრობს, ძალიან გატეხავს. უეჭველი უნდა ცხოვრობდეს აქ ზეთუნახავი სადმე. აიქა. მამა! ზეთუნახავს ქვია ნანა? წესით ბოროტი დედინაცვალიც უნდა ცხოვრობდეს, არა? აქ გვირაბში, აიქ. ავტობუსადაც გაჩერდა იქა? აქ ვიჯდებოდი სულ. ცოტა ქარი რო არ უბერავდეს. ნახე რანაირი ხედია. ხარი რა მაგრად არ გიყვარს. ქარი ვისაც ქარი უყვარს ყველას. ვინმე იცი ქარი რო უყვარდეს? არ ვიცი, არა. ქარიც არა, შიო რაღაცა. გემზე რო ქარი დაიწუნე. ეს არის მეთიუს ტაძარი. მეფე მათიაშ კირალის პატივსაცემად ქვია. მე რო ვიკითხე ქუჩაზე ვინ არის თქო? გაბორ კირალის ქვეყანაში ვისი სახელობისაა ეს ქუჩა თქო? უდიდესი მეფე ყოფილა უნგრეთის ისტორიაში. 2 ქორწილი გადაიხადა ამ ტაძარში რა, ლეგენდის თანახმად. ეხლა ამ ტაძარში რატო 3ჯერ და 4ჯერ? აქ ეხლა პატიკო, 6 ქორწილს არ გადაიხდიდი, ეხლა ესეთ ტაძარი რო გქონდეს? ეთქობა მოგძალებული მეფე იყო და მარტო 2 ქორწილი გადაიხადა. ერთი არის ბოლოს კენრო კოშკი არის, ის არის მეთევზეთა კოშკი. ლეგენდის თანახმად მე მეთევზეთა გილდია იცავდა იმ კოშკს და როცა მტერი შემოვიდო და მეთევზეები იარაღს აიღებდნენ ხელში და იცავდნენ აქაურობას. კიდე ღამით თურმე რაღაცა დუნაიდან მოსული სულები იცავენ აქაურობას. ეს არ ამგონია ლეგენდა იყოს, ეს უეჭველი ამბავი მგონია. და ისე არის სულ 7 კოშკი არის. სიმბოლურად 7 უნგრული ტომი. უნგრეთი შექმნა ამ 7 უნგრულმა ტომმა. არ ვიცი, ახლა მე ისტორიკოსი კაცი არა, რაც მითხრა ChatGPT-ს იმას გიყვებით. ეს ყველაფერი ლეგენდის თანახმად. ისე რესტორანია ახლა იქ ბოლოში. აქედან მე მგონი რაც უფრო ზემოთ ავალთ, მით უფრო ლამაზი იქნება. ლოგიკურია, ხო? ეუნა ვიჭგვიანი ამასკი რა. ლეშეთბა. არა თქვი არა. Thank you.
აქ უნდა შევარდე და ლესგინკა უნდა დაწყო. რატა ვადა? ასეთი ტურის მერე კი უნდა მოვიგოთ ეხა. ისეთი შაბერწილებები მივიღეთ, რომ ხვალ ეხა უეჭველი უნდა მოვიგოთ. ბიჭო, ეს ეხა რაც ჩანს სულ ბუდაპეშტია, თუ უნგრეთია დანარჩენი, ან ზოგადად უნგრეთია. ეს შენობა რა შუაში არის ხა ყველაფერთან. ნახე, რა ხდება. ყველგან დავით აღმაშენებელია და უცებ ATS-ის შენობა. არაფერ შუაში ეს შენობა არ არის. ქვით მაინც გაეკეთებინათ რა არის. მატიაშის სასახლესთან ჩამადგმევინ ერთი მარკეტი. Starbucks. 1 2 3 4 5 6 7 სწორია. პაიმანზე გაყოლილი ძმაკაცის ჩამოსაჯდომი. 90-იანებში ეგრე იყო ჩემ ბავშვობაში, რომ პაიმანზე რომ მიდიო, ვიღაცა მოყვებოდა ძმაკაცი ან დაქალი და შეყვარებულები დასხდებიან აქ. და მოყოლილი ძმაკაცი ან დაქალი აქ დაელოდება სპეციალურ ერთკაციან ინტროვერტულ სავარძელში. რატო აგვიანო? ყველა დღე 10-ის ნახევარზე იწყებოდა ტური. დღეს იწყებენ 9-ზე. ეხლა ნახევარი საათით რომ შეგვიმცირეს. დაგვეტყო. ეხლა იფიქრებენ რომ პირველ დაფაზე არიან და სპეციალურად აგვიანებენ რა. ფსიქოლოგიურზე წოლას აკეთებენ. გრანდმასტერებმა იციან ხოლმე ცოტა ესეთი მარიაჟობა რა. შემთხვევაშიო რაიო შენ სპეციალურად აგვიანე? ზურასაც ახასიათებს. მეორე ტაქსს რატო არ გამოყევ? დაგვიანება გინდო და ზურასაც აკეგისა რა რაღაც მარიაჟული რაღაცები. რაც შეეხება ჩემპიონობას. კი სამაიმუნოდ კი ჩამოვედით აქ, მაგრამ ახლა უკვე სხვანაირად უყურებ ამ ამბავს რა. ცოტა სიგიჟეს გავს, რომ ესე უბრალოდ ნორმა კაცმა თქვა, რომ მოდი კარიერა დავიწყოთ და წავედით და პირველივე ტიტული წამოვიღეთ ეგრევე პირველივე წდაზე. აი ფიდეს საიტზე რო აისახება რეიტინგი, მე დავიჯერებ მე, იმიტომ რომ მეც გონია რომ ზურამ წამოგვიყვანა სადღაც იმაში. გატყვევს რომ ტურნირზე ვართ. და რაღაცაებს გვაგებინებენ რა. მაგრამ თვითონ ისეთ კაც მოუგო რომ წავედით. წავედი. ბიჭო შენ ჩემპიონი ვახ ეხა გამოაწერე ის უნდა დააჯერო ეხა რომ სამსახურში ვსვამდით გადავწყვიტე ზურას ჭადრაკს ვეთამაშებოდი თვალზე 10-დან წავაგე 9 ერთი მოუგე და ზურა გაგიჟდა რომ ჩემთვისო მოყვარულსო არასოდეს არ მოუგიაო ანუ იმას ის კი არ გაუხარდა 9 რომ მომიგო ერთი რო წააგო იმაზე გაგიჟდა და შენო ტურნირზე რო გახვიდეო რაღაც ქულებს აიღებო მეთქი რამდენს ავიღებ აი 9 ტურიდანო აი 5-6-იო უეჭველიო რა მეთქი შეჩემა რა 5-6 2 მომაგებინე და მაგარ შოუს გავაკეთებ მეთქი მთელი YouTube-ზე გავა
კი ორი პროფესიონალებში ქულა ავიღე რაღაცებს ვიტყვი. მე ხო იყო ჩელენჯები რა, რომ აი რამდენზე გაღიარებ პროფესიონალ სპორტსმენად რაღაცა და ხო იყო რომ 2000-ზე თაყვანისცემა, 2100-ზე რაღაცა ბინა ბათუმში და ბოლოს შევთანხმდით რომ ამ ტურნირზე 3-ეული დადე და всё რა თაყვანისცემა გარანტირებულია და მეთქი 5-ეული 5-ზე თანახმა ვარო. და ახლა ვის გინდა საქართველოში დააჯერო ფიდე საიტზე რომ რეიტინგი დაიწერება მე ეხა რა გინდა ოფიციალ FIFA კი არა და ფიდე რო გაღიარებს მე რა გინდა მოუწევთ დაჯერება ბიჭო წარმოიდგინე ეხა ვინმეს რო ეთქვა შენთვის წელს აი შენთვის რო ვინმეს ეთქვა წელს რომ ჯავახა უფრო მეტ ტიტულს მოიგებს ვიდრე მადრიდის რეალი რა საოცარი წელია რომ მე და ჰარი კეინმა ორივემ დავდეთ ტიტულით ხო პირველი ტიტული ცხოვრებაში არის აქეთ შენ ან ჰარიმ რო ტიტული დადო მანდ მივხვდი რომ მეც შემეძორო რა და მაგიტო დავთანხმდი ამ სიგიჟესო და აი წავიდა ჰარი კეინმა მე რატო ვერ უნდა გავხდე მაგის და თან ზურაც ბიჭო ზურაც მე მგონი მოაკ პარტია და ფინა თან ზურა გაითვალისწინეთ მეგობრებო რომ ჩემი წარმატება უფრო ნაკლები სენსაციაა ვიდრე ზურასი ზურა ხო ჩემზე 10ჯერ უკეთესი მოთამაშეა მაგრამ ზურა თამაშობს A დივიზიონში და ცხოვრებაში პირველად თამაშობს A დივიზიონში და ორ ფიდე მასტერს მოუგო უკვე მათ შორის ერთ 2300 რაღაციანს რა კარიერის საუკეთესო რა სასწავლო ტურნირს თამაშობს ჩაძაბული იყო კი ამოწყდი მაგრამ არავინ იქ უფრო დავიღალე მაშინ აი ხო ლოცავ მადლობა გავიმარჯვეთ უშინ ტურნირის პირველ ნომერთან და ეხლა ტურნირის მეორე ნომერთან მეორე ნომერიც დამარცხებულია ხა დარჩა ბოლო ტური 6-დან 5 ნახევარი მაქვს მაგრამ განაღდებული არაფერია ჯერჯერობით და სათამაშოა კიდე კი 5 აქვს მეორე ადგილოსანს და იმას ხვდები. მოგების კი ძალიან კაი მოთამაშე იყო და ბოლოში სწრაფ თამაში მოვიპოვე ქულა. ისე ძალიან რთული პარტია იყო, იმიტომ რომ კლასი ეტყობოდა ამასაც. ფრეზე არ მითამაში არასდროს, არც ახლა ვაპირებ და ვნახოთ რავი. ფრეზე თამაშზე იმიტომ ჩამოვარდა ლაპარაკი, რომ ყაიმი მყოფნის ჩემპიონობისთვის. თუ ყაიმს გავაკეთებ ან მოვიგებ, ჩემპიონი ვარ, თუ წავაგებ აღარ ვარ და მოგება გვინდა. ბოლო პარტიას საშინლად ვითამაშე, წავაგე, იმიტომ რომ უკვე ჩემპიონი ვიყავი და როგორც უპასუხისმგებლო ადამიანი უპასუხისმგებლოდ მოვეკიდე ამ პარტიას, ამიტომ უცებ გადავინაცვლოთ ზურას პარტიაზე, რომელიც გაცილებით მნიშვნელოვანი იყო.
ერთი ქულა დავუტოვე. ბოლო პარტია უკვე ფიზიკურად ვეღარ გავქაჩეთ. ზურაც ჩემპიონი, მეც ჩემპიონი. ორივე დივიზიონი წავიღეთ. მეტი რა უნდა გვექნა ეხლა? ორი კაცი ჩამოვედით, ორი ტიტული წავიღეთ ეხლა, მეტი რა უნდა გვექნა? ყაიმი გავაკეთე როგორც მაწყობდა ბოლო ტურში, გავხდი ჩემპიონი. ამის პირობა არ დამიდია რომ ჩემპიონი გავხდებოდი. იმიტომ რომ აჩე მაქსიმალური ყველა მეტოქე 200-ით მეტი ქონდა ყველა მეტოქეს და ერთს ქონდა 500-ით მეტი ჩემზე რეიტინგი. ასე რომ ის პირობა დავდე რომ FIDE Masters პირველ ნომერს მოუგებ მეთქი, მაგრამ პირველ ნომერსაც მოუგებ, მეორე ნომერსაც მოუგებ და 7-დან 6 გულას ავიღებ წაგების გარეშე ტურნირის ჩემპიონი, მაგის პირობას ვერ დავდებდი. მაგრამ რა ვქნათ, ხანდახან უკეთესები ხდება, ვიდრე წარმოგიდგენია და. So, I mean, I try not to underestimate anyone. But of course, I didn't think you would play that good as you did. And I mean, you played an amazing game. I think it was very good, very accurate, and I actually enjoyed the game a lot. Good luck. Thank you. Good Thank luck. You. Thank you. Tell me a few words about your chess career. What it's your hobby or you think you are professional? Based on our game, I'm obviously not a professional player. What's your profession? What are you doing on daily basis? Yeah, well, I'm a technical writer and a documentation specialist, basically. So, did you start the YouTube channel when you picked up chess as well? My channel is focused on football. Ujarimot. Nice to meet you. Thank you. Thank you. Been tournament. Your cups. Video, hey, tournament. Gombia, Shuri Zura. Wow. Thank you for joining. Bye. ავედი ჩემპიონებო. გამიძეხით წინ. ასე ამბავი ბუდაპეშტური ჩემპიონობას გავამარ. ჯოს. პატიკო ორ ჩემპიონთან ერთად დაგილებია ლუდი? ბიჭო, არა, ისი. გაღიარე პროფესიონალ სპორტსმენად. დიდი მადლობა. ხუთეულზე იყო და ხუთეული კი არა, ხუთეული. თამაშის გარეშე ქონდა უკვე. ჩვენი საქმის პროფესიონალებს გაგვიმარჯვეს. დაიწყო ყველაზე საინტერესო ნაწილი აღნიშნის დასვენების ცერემონიალი. აქ დავიწყებთ, მე როგორ გაგრძელდება მოვლენები, ამას სამწუხაროდ თქვენ ვეღარ ნახავთ, იმიტომ რომ გადაღების თავი და ნერვები და რაღაცა უკვე აღარ გვექნება, ცოტა უნდა მოვდუნდეთ, დავთვრეთ, სახე წავიშალოთ, თავი მოვიჭრათ, არსად გამოსაჩენები გავხდეთ. ამიტომ აქ თანახმათა? ოფიციალური ნაწილი სრულდება აქ. შევხვდებით რამე ტურნირზე კიდევ გაფრენამდე გვაქვს თითქმის მთელი დღე. ეხლა ვართ ჩემპიონობის ნაბახუსებზე ვართ. ემოციურ და ალკოჰოლურ ნაბახუსებზე. რომც არ დაგველია, მაინც ნაბახუსებზე ვიქნებოდით, იმიტომ რომ ემოციურად იყო ძალიან დატვირთული დღე. ხო და ვერ წავიდოდით ისე აქედან, რომ აქ არ მოსულიყავით, ძალიან შთამბეჭდავი ნაგებობაა. მოდი ვიყიდოთ ბილეთები, შევიდეთ და შეგნიდანაც დავაცვალიეროთ, მერე ვჭამოთ.
შტამბეჭდავია. ძალიან პომპეზურია. შეუძლებელია არ აღფრთოვანდე, მაგრამ ღმერთი არ ამგონია ამას ითხოვდეს ჩვენგან, რომ ოქროებში ჩავსვათ და სიმდიდრეში და ვაფფუნოთ და არ ამგონია ეგ იყოს ღმერთის სურვილი რა. აი ეს ყველაფერი, ეს ოქროები რომ თავის დროზე გაჭირვებულებს მოხმარებოდა. ეგ უფრო ქრისტიანული მგონია, ვიდრე ყველაფერი ოქროში ჩასვა და ეგრეთ დაუმტკიცო უფალს როგორ გიყვარს. მაგრამ კაია რომ ჩემს საუბარს ადგილობრივები ვერ იგებენ. რაღაცა ვიყიდე. ჩვენთან რატო არ იყიდება ასეთი რაღაცები? ევროპაში რა ქვეყანაშიც არ უნდა ჩახვიდე? ისეთ რაღაცებს იყიდი, აი გაზეთების განყოფილებაში რა. ნუ აი ყველაფრის ყიდვა რომ მოგინდება რა. ფულის მახე. საქართველოში ფულის მახეების მეტი რა გვაქვს, მაგრამ აი ამ მიმართულებით ფულის მახეები არა გვაქვს. ეს რომ მოვიტანე, იცი რა მოხდა? ზურა წავიდა, მეც უნდა ვიყიდო. მერადი რო დაინახა. და შიგნით ბევრი ფერადი იქნება. ზურასაც მოეწონა ჩემი შენაძენი და იყიდა თვითონაც ერთი ცალი აქვე გავხსნათ, ერთი გავათამაშოთ. ნახოთ აბა რა არის. და sharing the magic of რამდენიმე კარდის სახეობაა. Base კარდებია, electric კარდები, winner კარდები, master class კარდები. ვანდაიკის რომელი? ამაში აწყობ. ეს არის კოლექცია. ეს დანომრილია. ხო. აი, ენცო ფერნანდესი ჩავსვით, ვირჯილ ვანდაიკიც უნდა ჩავუსვათ გვერდით. კიდე რამდენია? წავედით. Top class კარდი, მოჰამედ სალაჰი. Special კარდი ჯობია, base cards. Special-ია და უფრო ცოტაა. Special კარდები უფრო ცოტაა, ვიდრე base კარდი არის 125 წელი. პირველი special კარდი. აი, აჩერბი. ეს არის special კარდი. Impact კარდის კრისტიანო რონალდო. Impact-ის კრისტიანო რონალდო. ზურამ კიდევ ერთი რაღაც უცნაური სასმელი იყიდა, ყვითელი ფერის. ყველაზე იშვიათი ამათ შორის. Future Star-ი. ჯერ არ ქონია, ხო? ჯერ არ ქონია და 12-ია სულ. და Future Star-ის Manchester United-ის და ინგლისის ამომავალი ვარსკვლავი. მეინუ, კობი. მეინუ. მეტი არ ყავს არავინ ამომავალი ვარსკვლავი და ადვილი გამოსაცნობი იყო ძალიან მანჩესტერში. ამ ვიდეოს კომენტარებში დაწერეთ რამე რამდენი წლის შვილი გყავთ, როგორ გაუხარდებოდა, რავი, რაც გინდათ ის დაწერეთ და ჩვენი ხელოვნური ინტელექტი ასეც სხვანაირს ალბათ ერთი წამოვა თქვენთან რა. ხო. აი ეს წამოვა თქვენთან ეს რა. გასამაშტება რენდომაიზერის საშუალებით. ძალიან აზარტში ვარ ეხლა რომ გავხსნა კიდე ერთი 5 ცალი. მივახლოვდა დასასრულს ბუდაპეშტი, მოვფრინავთ ბედნიერები, კმაყოფილები. მადლობა ბუდაპეშტს, კარგად მიგვიღო, ეთილგანწყობილი იყო ყველა. მადლობა მინდა გადავუხადო კროკოს, რომელიც აკვა ამ ცოტა უცნაურ ჩელენჯში. მათ ადგილას მე თავს შევიკავებდი, მაგრამ რისკები, როგორც აღმოჩნდა, სწორად შეაფასეს და ორი ჩემპიონი შეემატა კროკოს გუნდს. ანუ ისე გამოვიდა, რომ კროკომ ორი ტიტული მოუტანა საქართველოს. ასე რომ მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ ეხლა რა ვქნათ? სოფლიო ჩემპიონობას ვერ შევპირდები, მაგრამ ნახოთ, რაღაცას მოვიფიქრებთ რა. ეს ახლა ორი ჩემპიონობა დაგეგმილი არ მქონდა. ეგეთი შეთანხმება მქონდა, რომ რაღაცა 60 ტურნირზე წავალთ, რეიტინგს ავიმაღლებთ და სადღაც რაღაცას გამოვკრავთ ხელს და პირველივე წასვლაზე დავხურეთ ჩელენჯიდან. რაღაც სხვა არის ეხლა მოსაფიქრებელი რა. ნახოთ, ჩავალთ თბილისში, მოვიფიქრებთ რა, რაღაცას მოვიფიქრებთ. ნახოთ, წავიდეთ. წავიდეთ. ის არის სხვანაირად დაგვიხსნეს. წამოჩავსხდეთ. წავიდეთ, ჩავსხდეთ. თორე ჩანთის ფეხებში დადება მოგვიწევს. ნახე რა ყველა რიგია. მოგონი მოვყომარდეთ ჯო. აბა დროებით.